ჩვენთან არის ადამიანი, რომელიც ძალიან ჩახედული არის პოლიტიკურ პროცესებში, აქტიურად იღებს მონაწილეობას აქციებში. ხვალ ორი მნიშვნელოვანი რამ არის. ეგეთოდება. გათიში ეგ რა. ბიჭო გათიში ვაფშე ეს რა ეგრეთ წოდებული არჩევნები და წესად დაგეგმილი ეს თქო რევოლუციის დღე. გამოუდგენი გვაქვს პროცესი რაც გასაგები გაქვს. კი ბატონო, პირველ რიგში ძალიან მიხარია შენთან კიდევ ერთხელ სტუმრობა. დიახ, მე მაქვს გამარჯვების გასაღები. ეს გამარჯვების გასაღები მე სხვა შორის გამარჯვების გეგმა მე შევთავაზე ერთ-ერთ. მე არ ვიტყვი ხა სახელმწიფოს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთ ორგანიზატორს ამ დიდი აქციის. სახელმწიფოს არ ვიტყვი, მაგრამ მას ვთქვათ განსხვავებული ხედვა აქვს მათგან ეს. კი, მას ვთქვათ საოპერო კარიერაც ჰქონდა, მაგრამ სახელმწიფო არ გვინდა სახელმწიფო კარიერები, არ გვინდა. დიახ, მე მაქვს გამარჯვების გასაღები, მე მჯერა რომ ასე მიიღწევა და ამ თავრობის დამხობა საძახის ზოგი, მაგრამ მე სხვა ფორმულირებას ვიხმარდი, ეს არის უფრო არა, მათი იძულება დათმონ, ბიზნეს იძულება დათმონ ზავაფრენ, ასე ჯობია. და ძალადობას არ აპირებს მგონი. არა, რა თქმა უნდა, ძალადობას ადგილი არ აკეთებ. მაგრამ არის სამი, ეს არის გეგმა, რომელიც იყოფა ორ ფაზად. პირველი ფაზა. აი რა არის სამი პუნქტი გამარჯვების მისაღწევად. მეგობრებო, ეს არის გეგმა. გეგმა მეთქი რწმენა, ნება და მოქმედება. აი სამი რამ. ერთი რამით რო გამოვაკლდეს, აი თუ დაუფიქსდებით, ერთი რამით რო გამოვაკლდეს, ეს გეგმა არ მუშაობს. აი დავუშვათ ხვალ. აი ყურე. მაგალითად, აი გაქვს აი ნება მაქვს ნება და მაქვს რწმენა, ხო? აი მოქმედება თუ არ ვიმოქმედე, ხო არაფერი გამოვა, ხო? ისევე როგორც აი გამოვედი, მაქვს აი წამს მოქმედებ, მაგრამ აი ნება არ მაქვს, ხო? კონკრეტულად შეიძლება ეს სამი ძალიან საჭიროა, მეგობრებო. აი ეს სამი რამ უნდა გვახსოვდეს. ნება, რწმენა, გამარჯვება, მოქმედება. აი ეს სამი პუნქტი. ხო, ნახაცელდა, ამდენი ხელდება 100,000, 50,000. რამდენი ხალხი იქნება, ხო? სხვა ველოდები უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანს. დაახლოებით. უპრეცედენტო. მეც კი, ანუ მე მიჭირს თქმა. დავუშვათ იგივე მოხდა, რობობობები გამოვიდნენ, როგორც დარბევა დაიწყო, მე რა ხდება, ანუ ჩვენ გადავდივართ, ასე თქვა. აი ეს უკვე ხალხზე დამოკიდებული, ეს არის ჩვენს ხალხის საშუალებაც. მედეგობაზე დამოკიდებული. და კარგ იმაზე მივედით ახლა. კონკრეტულად რო გითხრათ, უფრო კონკრეტულად ხო ხდებით ამიდან. ხო, კონკრეტულად გეუბნები. აი ეს მე რა ვთქვი, ხო, ეს სამი რამ. ეს სამი რამ, აი ვიზია დამოკიდებული. აი თავარი ტვირთი ჩემი აზრით, ეს შეიძლება ზოგიერთს არაპოლიტკორექტულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი აზრით ეს ტვირთი აწევს ძირითადად ახალგაზრდობას, უფროს თაობას და უმცროს თაობას, ორივეს. რატომ? კარგი კითხვაა და დიახ, თქვენ პასუხი გამოიცემთ ძირფას ტელეგი არა და Facebook მაყურებლებო. პასუხი არის ის, იმიტომ რომ თქვენ სწორად მიხვდით. ხო იქნებით, ხო ცი. არა, იმიტომ რომ სწორად უფროს და უმცროს თაობას აი რა აქვს საერთოდ. არ აქვს არაფერი დასაკარგი. აი ეს შეიძლება დავუშვათ 9 საათზე. რა შედეგი იქნება თქვენი აზრით? მინიმალური მაქსიმალური. არა, ეს იქნება ქართველი ერის გამარჯვება, ქართველი ერის გამოღვიძება და იმ რელსებზე დაბრუნება, რაზეც ვიყავით. ხო და აი ამ ორ ასე თქვა თაობაზე უნდა გადაიღოს ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც თქვი, დასაკარგი არცეც არაფერი აქვს. ასე თქვა უფროსი თაობა, ხოლმე შეიძლება აღარ იყოს. დასაკარგი არაფერი აქვს და უმცროსი თაობა, ბოლო 12 წელია, ასე თქვა, სტუდენტებს გულისხმობ, ან აბიტურიენტებს და შემდეგ. ისინი საკლასო ოთახის გარეთ არაფერი უნახავთ და ცხოვრება არც აქვს. შეიძლება დასაკარგიც არაფერი აქვს, ვერ დაკარგა ვის რაც არ გაქვს, ხო გესმის? ამიტომ აი ეს ორი ასე ვთქვათ, ეს არის ჩვენი ძალა, ამაში არის დიახ. აი რობოკოპები, რომლებიც ფულსაც შეპირდნენ 200,000 დოლარს, ზოგადად ყოფილი გამოდის და ეს სწორი ნაბიჯი გადმოვა ხვალ თქვენი ერთი ორი მაინც. ეს იყო სწორი ნაბიჯი. გადმოვიდეს ხალხის მხარეს რობოკოპი. შენი პროგრესი მაინტერესებს. ხა მაგ სტუმარი კი ვარ, მაგრამ ამ წინას ამათუცებ 10,000 ხალხის დარბევა, რაღაც განსაკუთრებული ფსიქი გაჭირდებათ, აი რაღაცა დაარბიან და ერთსულოვნება და რა ვიცი, პროპაგანდა და
მათაც ხოლმე შეგედა ბავშვი რაღაც ცუდი მოხდეს ან ვერ დაარბიონ კარგად ან თუნდაც არ არის განათლებლად გამარჯვებულება ან წინასწარ რა ვიცი აი დედაბიოს მეორე ის მოყვება ანუ გაგონი ხალხი და დაიჭაროს ხო არა ხვალ მე პროგნოზებს პროგნოზებს ყველას ვერ დაიჭაროს გაჭია ხო პროგნოზების გაკეთებისგან თავშევა უბრალოდ მე გეუბნებით თუ ამ გეგმას მოყვებით რაც მე შემოგთავაზებთ ეს იქნება გამარჯვება რა თქმა უნდა ეს რა კითხვა ეს არა ისე ვიცი რომ მე ბძოლი ხარ მოდი ჩვენ ჯობია მე მინდა მეგობრებო წინასწარ მოგილოცოთ თქვენ გამარჯვება ყველას ხვალინდელი და ჯობია ხა დავსახოთ მომავლის გეგმები ეს არაფერი არ მოხდეს მე ჯობია ხა დავსახოთ მომავლის გეგმები როგორი საქართველო გვინდა ესენი რომ წავლენ მას შემდეგ აი შენ აი როგორ წარმოდგენიო პოსტ ქოციზმი საქართველო არ ვიცი ჩემი აზრით ეს ქოცები ხმას ანუ ვერ ამოიღებენ სახში იქნებიან და შეეგუებიან რა ვიცი საქართველოს წარმატებულობას ნუ და შეეგუებიან სხვა რა გზაა ჩვენ ერთად იქნებიან მოწევანი მიიღონ ან რა ვიცი ეს ერთი გზა ან გადააგვერდნენ პროცესებს როგორ ვითარდება ძალიან მე აი რა ვიცი აი მართლა ქოცები აღარ იქნებიან დაიშლებიან ალტინფოს აგზავნოთ ნახვი ხო ვის რა სჭირდება და დარჩებით პროდასავლელი კოლექტივების კარგი პარტიები ნაცები და ნეო-ქოცებად გვეყოლება გახარია ლელო რა ნუ ესენი დავტოვოთ ესენი იყვნენ მათ არ ნორმალურმა შედარებით ხმა უნდა მოიგოს რაღაცა ის აი ბიონად მოღალატე არ არის და ასე თქო ხო ესე ოპოზიციად გვეყოლება გეო გახარია რა ნეო-ქოცები ეგრეთ წოდებული ევროკავშირში მალემდა შეიძლება ძალიან ბევრი დრო დავყარდეთ ამათგან რა 12 წელი დაკარგული თავს მოვიკითხოთ ის ხალხი ხაბეშვილი და ის ვინც ახლა ციხეში არიან და ეს დღე მოიყვანა რა ერთი დღე დარჩა ხა ერთი დღე როგორ მიგაძლება რაღაც აი ცოტა ეჭვში მაინც ვარ რაღაც შევა გამოვიდეს მაინც то დიდძალას უპირისპირდებით რომ ყოველთვის ყველაფერზე მიდიან ხოთები ხემ დიდძალას უპირისპირდებით მაგრამ როგორც ვახსენე ეს არის უტყუარი გასაღები და ხვალ კიდევ ვინ რას იტყვის და ვინ რას კომპრომიტი დაიდება მოწინააღმდეგე ნუ ესეც კი ბატონო შეიძლება ერთ საათში დაიდოს უკვე რაღაცა კი ბატონო ამათ ტიპი დათვლილია პრინციპში ხარჯები არ ყავთ არიან 2000 კონტავანტიბებზე დამოკიდებული რა ვიცი რა თქმა უნდა ჩვენ ასე ერთი ორი მოსწოდებული ექსპერტი ყავთ ხო ნუ მაგათი არ გაიშვას მაგათი ექსპერტები აი იმაზე რას ფიქრობ იმაზე რომ ჩვენ ხა აქ ოჯახში კი მიმოვიხილეთ ეს ძალიან შეცავლოთ ამაზე იმედია მე ნახავენ ნუ არ თქონდა მოლოდინი ჩვენ საერთოდ TikTok-ზე ნუ TikTok-ზე YouTube-ზე არ გამოცემ ესე იგი აი სტუმრად ვაპირებდით ერთი ადამიანის მოწვევას დღეს თქვენი და ოდესემული რომელიც იმაზრზეა რომ ეს არის არასწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან მოლოდინის დაგიდება ხო ეს მოლოდინის ეს ფრთოსარი ფრაზა რომ თქვენ მოლოდინებს ცრუ მოლოდინებს აჩენთ აი რას ფიქრობ ამაზე ხალხი უკვე მოხდას მოქმედებას ითხოვს ხალხ მოქმედებას ითხოვს და იცი რა შენ თუ არ ემხრო ცრუ მოლოდინი აი რას ისე ცრუ მოლოდინებს გაჩენა ხო მაშინ ცრუ მოლოდინი იყო ხალხმა გააჩინეს მოლოდინი ხო ხალხმა აი ძალიან ისეთი ძალიან აყვა ხალხი ან ხაბეშვილი ჩასწა ადამიანის გულს და ადამიანის სულს შემიძლია ხო ანუ ისინი ამბობენ რომ აი ექსცესებზე წასვლა არ ჯერტი ჩვენ არ მიდიო ჩვენ მიდიორ შეიმდოთ რუსთაველზე ძალიან ბევრი ხალხი ხო ისინი მოდიან 28 იყო მათი ექსცესი მაშინ კითხვა ისვის რატომ მიდიხარ ამ პროვოკაციას მაშინ 28 ნოემბერის პროვოკაცია იყო და შემდგომი მოვლენები. რა პროგრამას ჩვენ მოვდგებით, ხელებს ავწევთ, არაფერს არ უზამთ, ხელებს ავწევთ. ხო, არა, ლოგიკას გეუბნები რომ. ეს თუ პროვოკაცია, მაშინ 28 ნოემბერს არ უნდა მომხდარიყო, ესე იგი, მადლობთ. ანუ ჩვენ ხო გვაქვს ხმა მოვიღოთ რაღაცაზე. კონსტიტუციაში ხოწერია. თუ ყველაფერი ფიქციაა. მაშინ პირველ გითხრა, რომ ეს ხარ, თუ გადმონები ხარ და ზარი. ჯერ კიდევ ხისავდება შეგვიძლია ეს რაღაც არის რა. ხო, და ასე მოსაზრება რომ აი დღეს რო ხალხი ნახავს რომ არაფერი არ იქნება, მე ყველაფერი ჩაკვდება.
ერთი ეს ჩამკვდარი მოდი გულწრფელები იყოთ. და ეს დღეს არის ის დღე, როცა ხალხი იყვიტებს. მოკლედ მე ხა თქვენ ეს კი გაქვთ მოსმენელი ბევრჯერ, მაგრამ ამით არაფერი არ იკარგება. ხოლო რომ სასწაული მოხდეს, მოდი დავუშვათ 10%. რომ დარჩნენ ძალაუფლებაში. არ ვიცი. მაგრამ ნუ დავუშვათ. აი რა შევდება ამით? არაფერი არ შევდება. ვინც ასე ვთქვათ ну ძნელია ყოველდღე აქცენტზე სერვერი, როცა ამას ხისიერის არა რეზულტატი ადგება. და ანუ რა ჯობია მაშინ რომ ყოველდღე იარო და დაგიჭირონ, გცემონ, გაჯარიმონ, ეს ჯობია, ხო? თუ ცადოთ ჩვენი ბედი და გამოვიდეთ მშვიდობიან. იმათ პოზიციას როგორ თქვა, ზოგი ძახს რომ უნდა მოუწიოთ ეს სიტუაცია, რომ ყველა ქალაქში მოხდეს გამოსვლა, ფიზიკურად აღარ იყოს ბატონი გიგაბუკერიას. რეგიონებიდან ხო ჩამოდიან. არის ფორმის ძახი. ბატონი გიგაბუკერი ძახის რომ ისეთ დონეზე უნდა მივიდეს პროტესტი, უფრო მეტი ხალხი შევიდეთ. ხო, ეს ხა ბუნებრივი ხა. კი, მეც კი ვიცი რომ ხა ეს სოფლის ნოგეთი დრას დრო გავა მით ბატონი გაჭკვიანიკაცია, ნუ ხო. მაგრამ ჩვენ გვინდა ეხლა, ხო? ეხლა მალე გვინდა, მაგით თორე ხა 20 წელს რომ ბიძინა მოკვდება და პუტინიც ალბათ მალე გვინდა ბიჭო და თვითონაც მიხვდნენ რომ უკვე ვერაფერს ვერ აკეთე, ანუ კარგს ვერ აკეთებს ეს თავრობა და ჯობს ან ძალით უჭირავ და რა ვიცი. ამას შეიძლება ძალით. არ ვიცი ახლა რა იქნება, იმედია, ერთხელ იმედია, შვიდობა იქნება, ხო? ჩვენ ნუ ახლა ჩვენ მხრიდან რა თქმა უნდა, შვიდობის მეტი არაფერი. ნათესავები ჩვენი მეგობრები ყველანი იქნებიან. იქ თუ ხარიცა ჩვენი ქართველები არიან. კი. პროპაგანდები ძალიან ვაშკაცი არის და საქართველოს ის უგრძელდება. კი ბატონო. აი ეს მომენტი, ეს ხმაროვის მის თქო დაიშადეთ და ეს საშინელი მომენტი, რაც აი ასე მაგრამ მიგვაჩვია ამას, მიგვაჩვია. ყოველდღე იყო ნოემბერ-დეკემბერში, ყოველდღე ეს მომენტი. აი იმ ხალხზე ვინც წინ არის, ხო? ჩვენი ცირა როლს ვასრულებთ, აი მე ხო გითხარი, აი როგორ მათყავთ, წაიგეთ ხო ის გეგმა, ის რა ქვია, მეთოფეები და მებრძოლები ყავთ. არის მეთოფეები, არის მებრძოლები. ჩვენს მსგავსად ვართ დაყოფილი, ხო წინა ხაზზე არის ადამიანები ყველაზე მეც იბრძვის, რისკავს. ჩვენ უკრიდან ვართ, ასე ვთქვათ, მათი გამაგრება და შეგულიანება და შევძლოთ. ჩვენ თემას ვიძახით. ჩვენ არც იონიშვილი, ანუ ჩვენ არ ვართ და ეგრეთ წოდებული მიდი თქვი. ჩვენ არ ვართ რობოკოპების წინააღმდეგ. რობო ისე მათაც იყენებს ეს იონიშვილი და ეს ჩვენი ძმები არიან ეს საზოგადოებაც. ჩვენ მათ არ უნდა აღварთ მხები. ჩვენ ერთნი ვართ. არ უნდა აღварთ მხები ჩვენზე. ხო, კი ბატონო. მე გეთახმები ამაში. მაგრამ ნუ ეს შეგონება რამდენად გაჭრის არის. მაგრამ ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვასრულებთ ნაჯ არსებობს ასეთი თეორიაც არსებობს ასეთი behavior იმას რა ქვია ეკონომიკაში, როცა აი ვიღაცას რაღაცისკენ აი უბიძგებ. ჩვენც აი გვინდა ვუბიძგოთ, აი ჩვენ ასე დაიღალე ხალხის ცენტრა რა ვიცი, წესი უნდა გიყო რა. ხო, ანუ შემდეგ ეს ყველაფერი ისეთ სახეს მიიღებს, რომ მათ უბრალოდ ხალხი ტრებს ხوارცემი, თავი ჩურებცემი ისე. ხო, ჩვენ მოდი ახლა, ჩვენ ხო ახლა ეს ამას ჭირდება გაფორმება და აი ეს ბოლო წერტილები საყვანი რა. და წაგებული არც იონიშვილი წაგებული არ იქნები ბიზნესში, ხო წახო. არ იქნები. ან გამოჩათო წაგებულად რა ვიცი, რომ მოვიშორეთ და არაფერი მოვიშორებია. 3 წელი გავიდა ევროპა გვინდა რაღაცა, ეს აფერხებს და თან ახლა 14 წელი იყო რამდენი. ხო, აფერხებს და უყურებს რა. ქოთი განვითარებას რა. აღარ ასთის რა ქვეყანას ვიმუშავებს. იმოხტებასაც ვიზახე. ხო და არის. აი ჩემი აი არჩევი, უკვე ის გზა მოიჭრა, მაგრამ არჩევნების მერე რომ აი და ის რომ მე ვარ მოგებული, ვერავერ მომიშორებს და აი რაღაცა რადიკალები მებრძვიან რა. გამოიჭრა შესაძლებელი პოზიციასთან. ხო, არა, ნუ ეს ამათი ამბავი მე მგონი დამთავრებულია. და აი გასასრულს აი რა სიტყვები და ხოლას გვექნება მე რომ დასრულს ვიტყოდი რომ კვალიფიკაციიდან მოგესალმები. დასასრულს ვიტყოდი რომ აი ხო თუ მოხდა სასწაული ამიტომ რომ ცრემლიანი დავინახო ადამიანი ხო და აი გამწევია წარმოიდგინე ხვალინდელი დღე, აი ხვალინდელი დღე, ამით დავასრულოთ. ბიჭებო, არის შესრულხვალ არ დასრულდეს ეს ყოველივე.
რა შანსები მინიმალურ შანსებს რა ხდება? რაო, ბიჭებო, არის ეს ხვალდაცულდეს ყოველივე. აი, ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ. თუ ხვალ არ დაცრულდა ეს ყოველივე, JRTS ლაივი ხვალ აღარ იარსებებს, სადღა არ ეძებოთ ეს ლაივი ტყუილა. იმიტომ რომ აღარ იარსებებს. მაგრამ ნუ აი, მოდი არ გვინდა ამაზე ხა. რატო ვიდაოთ იმაზე, რაც არ მოხდება? ანუ ხო, ვიცით ყველამ რომ ხვალ ეს ყველაფერი თქო შანსი ყოველთვის არის. თქო შანსი მართლა ყოველთვისა. როგორც აი ტრამპმა თქვა. გახსოვთ ხო, აი ბომბის შემილია დამიცესა. სადამე კიდევ ერთი ადამიანი მინდა ვაციტირო, კიდევ ერთი ბძენი ადამიანი, ჩვენ ისი რა დღეში ვართ ახლა, აი ტყნაური დაწყბოდიში, ტყნაური დაწყებულია ნადო პროსტო კონჩიც. всё, აი ეს არის, ეს დიდებული ადამიანი. რომის სახელდაგვარს არ გავამ, თუმცა რა პრობლემაა, მაგრამ ნუ ეს არის დიდებული ადამიანი, რომელიც ასე თქვა და მართალია. მართალია და აი მოდი აი წარმოვიდგინე აი ხვალიდან დღე როგორ თენდება, როგორ რა ტრი აი რა სუნელი ტრიალ გამარჯვების სუნელი ქუჩაში აი გამწყინებულ სახეებს რო ხედავ დროშებს ყველგან აი ეს აი რაღაც ვაღიაროთ რა ანუ ბიზნესის თავისი რაღაცები უკეთებია კარგიც თავიდან დასაწყისში კაი მაგრამ ეს ხო არა ეს გაცემა ამაზე არა მინდა ბიზნეს უბიძგო ვერ ხვდები რომ ხო წაგება არ იქნება ხო მათაც დაუფასოთ ახლა მათ შეეძლოთ ევრო ამდენად ასე, რა თქმა უნდა ასე. მათ შეეძლოთ, ახლა ოცნებას შეეძლო, რომ ევროკავშირის ხელშეკრულება საერთოდ თავიდანვე უვიზო და ყველაფერი დაეკიდებინა, ხო? თუ მართლა ბოლომდე რუსეთის გზას ადგან, მაგრამ თავის დროზე საქმეს და აქამდე მაინც მოიყვანა. ეს მაინც დაუფასოთ, ხო? ეხლა კი გამოაჩინეს კარტები, მაგრამ მაინც. კარგი, მოკლედ უვიზოც გააკეთეს თავიდან. ხო, კი ბატონო. ნუ არ გვინდა ხა მასა. ანუ თავზე ბიზნეს სამებაც ანუ მე ჩვენ ბიზნეს კი არ ვაკეთებ უბრალოდ ბოლო პერიოდში მის საშინელებას ვიძახით. კარგიც გააკეთა, მაგრამ უკვე დრო არის წავიდეს ესე. ჩვენ რადიკალურად არ მან მარწუხები ასე ვქოთ სისხლისმელი სააკაშვილის მარწუხებზე რაღაც არის. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ბიზნეს ჩვენ არ ვართ შენი მტერი. ნახევრად ხუმრობით. ბიზნეს ჩვენ არ ვართ შენი მტერი. შენ თქვი ბიზნეს არ ვართ. ბიზნეს ჩვენ არ ვართ. შენ არ ხარ ჩვენი მტერი და ჩვენ არ ვართ შენი მტერი. ჩვენ მტერი არის ჩრდილოელი მეზობელი. კარგი. მე მგონი საკმარისი სათქოლი მივიტანეთ ადამიანებმა ორ ადამიანამდე. ნუ მეც იქნება ხა გადანახავი. რა თქმა უნდა. და ამი დავასრულებ და ხაი გამარჯვება და გამარჯვება. ხა ერთადაც გეტყვით. ხოლმე თუ არაფერი არ იქნა, მე უკვე ეს განხილვები, საკუთარ უყურო ტელევიზიებს რა. და იმას პოდკასტებს რაღაცებს. ისე ვებენ 5 წელი, 10 წელი შენეგებებზე. ხალ თუ არაფერი არ მოხდა, დახურეთ ვაფშე ტელევიზორი აღარ შეერთო. თუ ხასავად მოხდა არაფერი. კარგი. აბა, მეგობრებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ წინასწარ გამარჯვება. გილოცავთ გამარჯვება.